გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი დანელია და თქვენ უყურებთ ჩემს YouTube არხს. მოკლედ, დადგა ის მნიშვნელოვანი დღე, როცა უნდა ვისაუბროთ გათამაშებაზე, რადგან უკვე 25000 გამომწერს მიუახლოვდა ჩემი YouTube არხი. შესაბამისად, ერთი-ორი სიტყვით ავხსნი იმ წესებს, თუ რის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული, გამარჯვებულები და როგორ შეიძლება გამარჯვება მოიგოს DJI Tello. რაც შეეხება DJI Tello-ს, ვისაც არ გინახავთ წინა ვიდეო, სადაც ამაზე ვისაუბრე, შემიძლია ახლა განახოთ. აი ეს არის იჯიგარი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეხლა და რაზეც ვისაუბრე წინა ვიდეოში. ვისაც არ გინახავთ წინა ვიდეო, ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი, DJI Tello არის DJI-ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დრონი, რომელიც სათამაშო დრონებში გადის, თუმცა აქვს კამერა, შეუძლია 10 მეტრზე სიმაღლეში ფრენა, 100 მეტრამდე დიამეტრში ფრენა, შეუძლია ლაივ გადაღება, აქვს ქვედა სენსორი და ასე შემდეგ. კარგი რამეა, მოკლედ რო ვთქვათ, შესაბამისად პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული ჩემს გათამაშებაში მიიღებს DJI Tello-ს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, ასე ვთქვათ, მიიღებენ ჩემს ბრენდირებულ მაისურებს. რაც შეეხება ჩემს ბრენდირებულ მაისურს, ეს იქნება პირველი პრეტენდენტი, როცა გამოჩნდება ეს მაისური და მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ ამ მაისურს. არ მინდოდა რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ყოფილიყო ამ გათამაშებაში გამარჯვებული და შესაბამისად ესე გადავწყვიტე. რაც შეეხება უშუალოდ წესებს, რომ გადავიდეთ წესებზე, წესები არის ძალიან მარტივი. პირველ რიგში უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი YouTube არხი და გააქტიურებული უნდა გქონდეთ ზარისღილაკი, რომ პირველებს მოგივიდეთ შეტყობინება ახალი ვიდეოს დადების შესახებ. მეორე წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ვიდეოს კომენტარებში უნდა დაწეროთ კომენტარი, რომელი ვიდეო მოგწონთ ჩემი ვიდეოებიდან ყველაზე მეტად და რატომ და რომელი ვიდეო არ მოგწონთ ან რომელი ვიდეო მოგწონთ ნაკლებად ჩემი ვიდეოებიდან და რატომ. შემდეგ კი რენდომაიზერით გამოვავლენთ პირველ გამარჯვებულს, მეორე გამარჯვებულს და მესამე გამარჯვებულს. გამარჯვებულის გამოვლენის პროცესს აუცილებლად გადავიღებ, რა თქმა უნდა, ლაივში, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი და ყველას თანაბარი შანსი ქონდეს, ესე ვთქვათ და ამ სამ გამარჯვებულ ადამიანს პირდაპირ თუ ლაივში არა, ჩანაწერში აუცილებლად გაჩვენებთ და დავდებ ამ ვიდეოს. მოკლედ, მინდოდა რომ ძალიან მარტივი ყოფილიყო ეს ყველაფერი წინა გათამაშებისგან განსხვავებით, შესაბამისად ესეთი მარტივი გამოსავალი მოვიფიქრეთ და იმედი მაქვს რომ მარტივად გაიგეთ, იმედი მაქვს რომ ჩაერთვებით გათამაშებაში, იმიტომ რომ მეც ძალიან მაინტერესებს გათამაშების გარეთ რომელი ვიდეოები მოგწონთ და რომელი არ მოგწონთ და მიზეზები, რომ შემდეგშიც გავითვალისწინოთ და რაღაცნაირად დავხვეწოთ, ხარისხი იქნება ეს კონტენტის შინაარსი თუ ასე შემდეგ. რა ვიცი, წინ 50000 გამომწერისგენ, მანამდე კი გელოდებით. მადლობა დროებით.